ერთი წუთი არის, ესე შეცვალებოდა. დღეს სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან ერთად ვატარებთ უკვე რიგით მეორე ერთობლივ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებს. დღეს საუბარი გვექნება ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე სექტორულ მიმართულებებზე, კერძოდ ეკონომიკური განვითარების საკითხებზე, ასევე შრომით უფლებებზე, გარემოს დაცვაზე, სოფლის მეურნეობის საკითხებზე. ეს ყველა ის საკითხი, რომელიც ასოცირების შეთანხმების შესაბამისად არის სექტორები, სადაც საქართველო სხვადასხვა რეგულაციებით უახლოვდება ევროკავშირს. და გვექნება ამ საკითხებზე საუბარი თუ სად ვართ, რა არის მომავალი გეგმები, განსაკუთრებით პარლამენტის კანონშემოქმედების სახით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ როდესაც საუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში საუბარი ვერ ცდება 12 რეკომენდაციას და ან 12-დან ალბათ ერთ-ორს, რაც იკავებს ჩვენი პოლიტიკური დისკუსიის ძირითად დროს, არა და სინამდვილეში ევროპას ზუსტად აი ამ ასოცირების შეთანხმებაშია, ევროპას ზუსტად იმ სექტორების განვითარებაშია და ზუსტად აქ არის ჩვენი ხალხის ინტერესიც, მათ ცხოვრებას ეხება პირდაპირ ის საკითხები, რომლებზეც დღეს გვექნება საუბარი, რომლებზეც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ რომ არ არის ასე ვთქვათ ძირითად თემას ვერ იჭერს პოლიტიკურ დისკუსიაში, არადა რომლებიც უშუალო გავლენას ახდენენ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდაზე. აქტიურად საუბრობდა ამერიკის საფუძველების განთავსების მეკავშირებით. მოდი რა სჭირდა ოპოზიციას ამის ევროკავშირი ამოგარჩინა თავისი უკვე რა სჭირდა ოპოზიციას ამის აქტუალიზაცია. ხო, ჩვენ ხედავთ, რომ ჯერ ზოგადად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს თემა საერთოდ როგორ გახდა განხილვის საკითხი და სამწუხარო არის, რომ ჩვენ ნახეთ, რომ მე რამდენადაც თვალყურს ვადევნებდი, ანუ იყო საკითხი, რომელსაც არანაირი არც მონაცემი, ან ვინმეს მოსაზრება, ან რაიმე ფაქტი არ არსებობდა და თუ არ ვწდები ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე ისაუბრა თუ დაადასტურა, გახდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, რომელიც ოპოზიციამ აირჩია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რასთან გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი დეზინფორმაციით რო არის დაკავებული სახელმწიფოს წინააღმდეგ და თან ასეთ საკითხებზე, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსაც კი მოუწია განცხადების გაკეთება. ხა არ ვიცი, ასეთ ბორდის წევრი, ასეთი ბორდის წევრი რა ღირებულებას წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელში ერთი მხრივ და მეორე მხრივ აჩვენებს ჩვენი ოპოზიცია როგორ კანდიდატებს არჩევს ხოლმე ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობებზე. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ბოდიშს მოიხდის ეს ადამიანი. უარყოფთ ამ ფაქტს, რომ ასეთი შეთავაზება არ ყოფილა გაკეთებული ლოიდ ოსტინის. მე იმედი მაქვს, გუშინ თქვენ გაეცანით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას. არა თუ მე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იძულებული გახდა ამ დეზინფორმაციის გამო, რომელიც გავრცელდა პარტიულ ტელევიზიებში, განცხადება გამოექვეყნებინა, იმიტომ რა თქმა უნდა ასეთი ინფორმაციით ზიანდება არა მხოლოდ საქართველოს რეპუტაცია, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაციაც. ასე რომ მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ, რომ გავიაზროთ, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ასეთი ტყუილებით, პირდაპირ ტყუილებით, რომელსაც არანაირი საფუძველი არა გარდა ერთი ადამიანის მონაჭორისა, აი ასეთ ტყუილებზე რო ეწყობა სიუჟეტები და შემდეგ ხდება დღის განხილვის თემა, ეს რა თქმა უნდა შორს არის რაიმენაირი კეთილსინდისფერი ჟურნალისტიკის. ბაზა და იქნება უსაფრთხო დოკუმენტები გავცელდა, სადაც საუბარია პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერადი ფენების ხარჯზე. 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მინდა კითხო. მოდი 12 ევროკავშირს და მოვაწყოთ. აი რა შესრულების ეტაპი კიდევ და ტემპს როგორ აფასებთ და რამოლოდინი გაქვთ ოქტომბერში შუალედური ანგარიშიდან და წლის ბოლოს და ჩვენ ხა იქნება თუ არა შეხვედრის ერთ-ერთი უპირველეს ყოვლისა ჩვენ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ბორელის ვიზიტი, სადაც გარდა იმისა, რომ იყო რა თქმა უნდა პოლიტიკურ მაღალ დონეზე შეხვედრები, იყო ასევე ტექნიკური ხასიათის შეხვედრები, თვითონ დიდი დელეგაციით იყო ჩამოსული კომისარი და ჩვენ გვქონდა მათ შორის რა თქმა უნდა რეკომენდაციებზე საუბარი და მნიშვნელოვანი
იდეები გავცვალეთ ერთმანეთთან თუ რა შეიძლება კიდე გაკეთდეს ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის და საქართველოს პარლამენტი აპირებს ამ საკითხებზე მსჯელობას და რა თქმა უნდა მეორეც ველოდებით რომ იყოს შეფასება ჩვენი საქმიანობის და ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს რომ ევროკავშირი პოლიტიკურად კიდევ ერთხელ დაფიქსდება რომ აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები შარშან ჩვენ ნახეთ რომ გადაწყვეტილება სამივე ქვეყნის მიმართ იყო პოლიტიკური ნაკლებად დაფუძნებული დამსახურებებზე თუ სხვა ასეთ საკითხებზე და სამწუხაროდ შარშან ცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუსი ამიტომ და ეს რა თქმა უნდა არის ამავე დროს გზავნილი არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის რაც რა თქმა უნდა იმედგაცრუებას იწვევს ხოლმე ასეთი გადაწყვეტილება არამედ არის გზავნილი მათთვის ვინც არ არის საქართველოს კეთილმოსურნე ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირმა გააცნობიეროს კიდევ ერთხელ თუ რა საომავლო გეგმები აქვს მას საქართველოსთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მიიღოს ამ ჯერზე მაინც სწორი პოლიტიკური რეკომენდაციებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ოპოზიციას რომ ხვდება როგორ ფიქრობთ არის მხოლოდ შესრულებული ეს მონაცემი არის ბატონო ოპოზიცია პრეზიდენტი ყველას გიპასუხებთ რა ბატონო შალვა ახალი დოკუმენტები ოპოზიციას ხვდება როგორ ფიქრობთ არის იმისი რომ იმპიჩმენტი არ შედგეს ვერ გეტყვით ხარ რა შეეხება იმპიჩმენტის საკითხს აქ ჩვენთვის თავარი არის საკონსტიტუციო სასამართლო მიმსჯელოს ამ საკითხზე და გამოიტანოს საკუთარი სამართლებრივი ვერდიქტი ჩვენ ვთქვით რომ 100 ხმის შეგროვება შეუძლებელია საქართველოს პარლამენტში ხედავთ კიდევაც რომ ოპოზიცია რა თქმა უნდა ეჭიდება ამ საკითხს მათთვის ყველაფერი რაც არის კონსტიტუციის წინააღმდეგი ყველაფერი ამან შეიძლება შემოიტანოს განხეთქილება ყველაფერი მათთვის არის სასარგებლო თუ მისასალმებელი და ამიტომაც რა თქმა უნდა ისინი მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტს მაგრამ მნიშვნელოვანია რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელოს და იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგეს რომ დარღვეული იქნა კონსტიტუცია ეს რა თქმა უნდა უკვე არის სამართლებრივი და ასევე მორალური შეფასება იმ ქმედებისა რომელსაც პრეზიდენტის მხრიდან თქვენ უსმენთ ჩალვა პაპუაშვილს რომელიც ცოტა ხანში საქართველოს გზა ევროკავშირისკენ კონფერენციას გახსნის განვაგრძობთ გამოშვებას მმართველი პარტიის ამოსრულებელი მდივანი იმედი ლაივში მედით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას გამოეხმაურა რომლის მიხედვითაც თითქოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა